მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. სიდნეიში ხანუქას დღესასწაულზე მომხდარ ტერაქტ სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დაზარალებულებს, ისევ როგორც ავსტრალიის მთავრობასა და ხალხს თანაგზნობას უცხადებს. ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მტკიცედ უნდა დაუპირისპირდეთ მათ, სადაც არ უნდა ხდებოდეს, წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში. ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმას შოკის მომგვრელი უწოდა. სოციალურ ქსელშივე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და დაღუპულებს მიუსამძიმრა. საქართველოს სოლიდარობას უცხადებს ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ძალადობისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, წერს მაკა ბოჭორიშვილი. თავდასხმა სიდნეიში ბონდი ბიჩზე გუშინ მოხდა. დაღუპულია 15 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვიც. დაშავებულია რამდენიმე ათეული. პოლიციის ინფორმაციით თავდამსხმელი მამა შვილი იდენტიფიცირებულია. მამის ლიკვიდაცია ადგილზე მოხდა, დაჭრილია შვილი საავადმყოფოში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშა. ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე თბილისის მერთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად თბილისის სინაგოგაში იმყოფებოდა. პრემიერმა ანთო სიმბოლურად ხანუქას პირველი სანთელიც და ქართველებისა და ებრაელების თანაცხოვრებისა და მეგობრობის 26 საუკუნოვანი ტრადიცია გაიხსენა. ჩვენ გვაქვს ჩვენი თანაცხოვრების და არა მარტო თანაცხოვრების, მეგობრობის, ურთიერთსიყვარულის 26 საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც ჩვენს ხალხებს აკავშირებს. ეს არის უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც ალბათ სოფლიოში ანალოგია არ აქვს. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს, შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენი ვალია მათ წინაშე, ჩვენი ვალია ჩვენი ხალხების წინაშე, რომ გაუფრთხილდეთ ამ განსაკუთრებულ მემკვიდრეობას. დღეს დანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს. და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება დღევანდელ დღეს კაცობრიობას. ადამიანებს ჭირდებათ მეტი სითბო გულებში, მეტი სიყვარული და ეს მინდა გისურვოთ თითოეულ თქვენგანს. მეტი სიყვარული, მეტი სიკეთე მინდა გისურვოთ თითოეულ თქვენგანს. მინდა რომ თქვენ გულებს ათბობდეს სიყვარული. და მინდა სითბო, სიყვარული და კეთილდღეობა უსურვო ისრაელს და ებრაელ ხალხს. იმერს გაუმარჯოს, მარადიულ ერს, რომლებსაც წამოადგა ბევრი მტერი მსოფლიოში, მაგრამ ჩვენმა სულმა და კვეთებამ ღმერთის სიყვარულმა გაგვაძლებინა. ცოტა ვიყავით, მაგრამ მრავლები რწმენით. პატარა ვიყავით, დიდები ღმერთთან კავშირით და მოდით საქართველოს და ისრაელს გაუმარჯოს. განსაკუთრებული ურთიერთობა არსებობს ქართველებსა და ებრაელებს შორის და ამის დასტური გახლავთ ის სავსე სინაგოგა და დარბაზი. ეს ურთიერთობა მე აისახება საზოგადოებაში, ქვეყნებში, ჩვენი ერებს შორის და მე ყოველთვის მზად ვარ და ჩვენი სახელმწიფო და ხელისუფლება ყოველთვის მზად არის, რომ მაქსიმალური გააკეთოს ამ ურთიერთობებს და დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა საზოგადოებას და ეს მწკერვალი დღესასწაული, რასაც ხანუქის დღესასწაული ქვია, სიყვარულის სინათლის გამარჯვებისა ბოროტებაზე გაგრძელებული იყოს ყოველთვის. ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს თბილისის მერიც. ულოცავ ებრაელ ხალხს განსაკუთრებით ქართულ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას. დღეიდან 8 დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ინთება სანთლები, რაც ერთიანობას, ერთად დგომის ძალას აღნიშნავს. სწორედ ერთიანობამ, პატივისცემამ და მეგობრობამ დაწერა ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობის 26 საუკუნოვანი ისტორია, რასაც ჩვენ თვალის ჩინივით უფრთხილდებით. გილოცავთ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავთ, გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას, წერს კალაძე. ნატოზე უარი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილზე უარს ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. როიტერი აღნიშნავს, რომ ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე უარი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასასრულებლად უკრაინის მხრიდან კომპრომისის სახით უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ თქვა. სააგენტოს ცნობით ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლისა და ვაშინგტონისა და კიევის დელეგაციების შეხვედრა. სტივ ვიტკოფმა X-ზე დაწერა, რომ მხარეებმა ტრამპის 20 პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე მნიშვნელოვან პროგრესს უკვე მიაღწიეს, თუმცა მეტი დეტალი აღარ გავრცელებია. დონალდ ტრამპის ომის დასრულების გეგმის განხილვას მხარეები დღეს განაახლებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია არათუ ებრძვიან ოლიგარქიულ ძალებს, არამედ პირდაპირ მათ დავალებას ასრულებენ და ეგრეთ წოდებული რებრენდინგის პროცესში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებენ. Deep State-თან დაკავშირებით მორიგ საკმაოდ ვრცელ პოსტს აქვეყნებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. მასში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეიცვალა, იყო მოლოდინი, რომ დაიწყებოდა რეალური ბრძოლა ოლიგარქიული ოჯახების წინააღმდეგ. გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც, თუმცა მალევე ცხადი გახდა, რომ საქმე გვაქვს არა Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ ოლიგარქიული ოჯახების მიერ დადგმულ სპექტაკლთან, რომელმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი მოქმედების ფორმებსა და მექანიზმებს, რაც საზოგადოებისთვის აშკარა და მიუღებელი გახდა, სახეუცვალონ. შათირიშვილი აქვე განმარტავს Deep State-ის რაობას და ამბობს, რომ ეს არის ერთი ჯგუფი, ერთი შინაარსისა და ფორმის მქონე 10-15 ოჯახი, რომლებიც რამდენიმე საუკუნეა ერთად მოდიან, ერთად ძარცვავენ მსოფლიოს და მართავენ მსოფლიო ეკონომიკის დიდ ნაწილს, სრულად მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ღრმად აქვთ გადგმული ფესვები სხვა ქვეყნებში. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ტრამპის მიერ წამოწყებული ყალბი ბრძოლის დასტურს წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ის ადმინისტრაციას არ დაუსახელებია არც ერთი კონკრეტული გვარი და რეალური ოლიგარქის დინასტია. სიყალბის კიდევ ერთ მტკიცებულებად შათირიშვილი მიიჩნევს წინასაარჩევნო პერიოდსა და შემდგომ რამდენიმე თვეში დონალდ ტრამპის მიერ ეგრეთ წოდებულ ბრძოლას LGBT იდეოლოგიასთან. ამასობაში კი დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა უზენაესმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო ერთსქესიანთა პირების ქორწინების გაუქმების არჩევანი. არადა ტრამპის ადმინისტრაცია უშუალოდ პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას სწორედ ამ თემაზე აგებდა და მართალიც იყო, როდესაც ამბობდა, რომ LGBT პროპაგანდა, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის, ამბობს შათირიშვილი. აქვე ქართველი ფილოსოფოსი სვავს შეკითხვას, თუ ვინ მიიყვანა არსებულ მდგომარეობამ და ევროკავშირით, ამას თავადვე პასუხობს. მიიყვანა სწორედ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, რომლის ხელდასმით აგენტურული მთავრობები მინიმუმ 17 წელია მიზანმიმართულად ანგრევენ ევროპას და მის ეკონომიკას. საბოლოოდ ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების, გერმანიის, საფრანგეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკაზე არიან მთლიანად დამოკიდებული, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ეს იქნება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის პირდაპირი დაკანონება. ისინი უკვე არა პოლიტიკოსებად წოდებული აგენტურის ხელით, არამედ დანიშნული მენეჯერებით მომართავენ ქვეყნებს, კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით აღაზევებენ LGBT პროპაგანდას, კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით განავრცობენ ფსევდოლიბერალურ იდეებსა და ადამიანს გადააქცევენ სრულიად უუფლებო, არჩევან წართმეულ და უფლება აყრილ არსებად, რომელსაც აღარ ექნება არც იდეოლოგია, არც რწმენა, არც ოჯახის სიყვარული და არც იდენტობა. კორპორაციული მმართველობის პირობებში საერთოდ გაუქმდება სახელმწიფოს არსი, ხოლო მოქალაქეები გახდებიან კონკრეტული ოჯახების მომსახურე პერსონალი, წერს შათირიშვილი. მეორე ტურის მოლოდინშია ადვოკატთა ასოციაცია. გუნჯდელი კენჭისყრის შედეგად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე პირველ ადგილზე 174 ხმიანი სხვაობით ირაკლი ყანდაშვილი გავიდა, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კრებაზე აღმასრულებელი საბჭოს ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებიც აირჩიეს. მეორე ტურის ჩატარება 2 კვირის განმავლობაში მოხდება. ყველა კანდიდატს ვულოცავ არსებულ შედეგს. მე მოხარული ვარ, რომ დავიკავე პირველი ადგილი, თუმცა ყველაზე მეტად მოხარული ვარ, რომ ჩემი მხარდამჭერი გუნდი უმრავლესობით არის წარმოდგენილი აღმასრულებელ საბჭოში, მათ შორის სარევიზიო კომისიაში. მოლოდინები პოზიტიური არის და ყველაფერი პროცედურის მიხედვით განხორციელდება. არჩევნები შედგა. მიზანთული კომისია აფორმებს ოქს, რომლის მიხედვითაც არჩეული არიან აღმასრულებელი საბჭო, სრულად ეთიკის კომისია, სარევიზიო კომისია, რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევნებს, თავმჯდომარის არჩევნებში დაინიშნა მეორე ტური, რომელ ტურშიც გადავიდნენ ადვოკატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით მეორე ტური გაიმართება 2 კვირის განმავლობაში, რაზედაც საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მესამე მოსმენით იმსჯელებს საარჩევნო კოდექსში შესატანცვლებებზე. ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფ პირების არჩევანში მონაწილეობას ეხება. სიახლის მიხედვით საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. მმართველი გუნდი თვლის, რომ აღნიშნული ცვლილება საჭიროა, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების დაცვა უარყოფითი გავლენებისგან ვერ ხერხდება. ყველა უნდა დავიცვათ, რომ ხმის მიცემის საშუალება ქონდეს თავისუფალ გარემოში და ესეთ თავისუფალი გარემო თავის ელექტრონული სისტემით არის საქართველოში. 4 წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ
რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდა. გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის ვფიქრობთ, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნება იმისათვის, რათა ყველა მოქალაქემ, საქართველოს მოქალაქემ, როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ქონდეს, თავისი ადგილი, სამუშაო ადგილი მათ შორის იპოვოს საკუთარ ქვეყანაში. ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება ასე შეაფასეს იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა თბილისში. სპეციალური ღონისძიება ეროვნულ სასახლეში შედგა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, კულტურის, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. ხორბალსა და პურს ჩვენთვის, ქართველებისთვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ხალხისთვის ხორბალი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა. საქართველოში ხორბალთან და პურის ხორბალთან დაკავშირებული წესჩვეულებები მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. მხოლოდ ის რადღირს, რომ ამ პატარა, მაგრამ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაში სხვადასხვა კუთხეს საკუთარი უნიკალური პურის სახეობა გააჩნია. ეს მრავალფეროვნება კი საბოლოოდ ერთ დიდ ცოდნასა და გამოცდილებაში იყრის თავს, რასაც ქართული ხორბლის კულტურა ეწოდება. რა თქმა უნდა, ამაყივარ თქვენთან ერთად, რომ იუნესკოს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უმნიშვნელოვანეს გარემოებას. ჩვენ, ქართველებმა, არაერთ ღირსშესანიშნაობასთან, ტრადიციასა და გამოცდილებასთან ერთად, მსოფლიოს უნიკალური, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი ჯიშები და კულტურული ტრადიციებიც ვაჩუქეთ. ინდოეთში ქალაქ ნიუ-დელhīში იუნესკოს მთავრობათა შორისმა კომიტეტმა მიიღო ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება და ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარუმატებლობით ნუსხაში შეიტანა. ეს არის სოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული. საქართველოში ხორბალი არასდროს ყოფილა მხოლოდ საკვები. ეს იყო ჩვენი იდენტობის, ჩვენი სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში. საქართველოს ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. ეს ბიომრავალფეროვნება ცოცხალი საგანძურია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. საუკუნეთა განმავლობაში ქართული ხალხი დაუღალავად შრომობდა, აწყობდა პურს და მისდევდა იმ ტრადიციებს, რომლებიც ოჯახების სიმტკიცეს იცავდა. სწორედ ამ შრომის შედეგია ის უნიკალური მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს კუთხეებს ამშვენებს და რაც საბოლოოდ ჩვენი ერთიანი დიდარი ეროვნული კულტურის საფუძველს ქმნის. იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ მნიშვნელოვანეს ასპექტს. ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო. დღეს, როდესაც სოფლიოს ასე სჭირდება თანხმობა, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება. ეს აღიარება არის გზავნილი მომავლისთვისაც. ენდემური ჯიშების დაცვა და განვითარება ჩვენი აგრარული სექტორის, აგროტურიზმისა და მწვანე ეკონომიკის უდიდესი პოტენციალია. ჩვენი მიზანია ეს ტრადიცია იყოს ცოცხალი, განვითარებადი პროცესი, რომელიც დოვლას მოუტანს ჩვენს ფერმერებს და ჩვენს ქვეყანას. თითოეულობის განმიყენებულ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობენ ზემო აჭარაში. ხულოს მუნიციპალიტეტში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა თოვლის საფარისგან გაწმენდილია. გრძელდება შიდა სასოფლო გზების გასუფთავება. სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა. გზებზე გადაადგილება შესაძლებელია ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით. მომიდობის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ნაწილს დენი უკვე მიეწოდება, აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ყველა ძირითად მიმართულებაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. გრძელდება შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. საავტომობილო გზებზე გადაადგილება რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით და შესაბამისი ზამთრის საბურავებით. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, ცალკეულ უბნებზე არის ლოკალური გამოწვევები. შესაბამისი კომპანიის ბრიგადები აქტიურად მუშაობენ და ეტაპობრივად აუდგებათ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება. პარალელურად სტიქიის განმიყენებულ ზარალს ითვლიან კახეთში. ძლიერმა ქარმა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თელავის მუნიციპალიტეტის მერის ცნობით. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა. ზარალის დათვლა მიმდინარეობს, თითქმის ეგეც დათვლილია. ამავე დროს, რაც შეეხება ელექტროენერგიას,
ძირითადში აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება დარჩა უმნიშვნელო ლოკაციებზე, იქაც მიმდინარეობს მუშაობა და დღის პირველივე ნახევარში იქნება მთლიანად აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის მთლიან ტერიტორიაზე. ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება სახელწოდების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტში. ღონისძიება კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით შედგა და მისი მიზანი აღნიშნული მიმართულებით სფეროს უახლესი ტენდენციების განხილვა და გამოცდილების გაზიარება იყო. კონფერენციაზე საუბარი საქართველოს ციფრულ მდგრადობასა და ინოვაციების განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა. ვისაუბრებ კომკომის იმ პრიორიტეტულ ამოცანებზე, რომლებიც უკავშირდება დარგის, სატელეკომუნიკაციო დარგის მდგრად და ინოვაციურ განვითარებას, უსაფრთხოება, ინოვაციები და კონკურენტული გარემო უნდა ვითარდებოდეს პარალელურად იმისთვის, რომ ჩვენ ლიდერის პოზიცია შევინარჩუნოთ. და ბოლოს სროლა შეერთებულ შტატებში, როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში საგამოცდო პროცესის დროს ბრაუნის უნივერსიტეტის კამპუსში მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. დაღუპულია 2 სტუდენტი, მძიმეა 9 დაშავებულის მდგომარეობა. ეჭვმიტანილი დაკავებულია ის 24 წლის მამაკაცია. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება, უცნობია დანაშაულის მოტივიც. დღეს ამბების ნახევარცლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.g შეგეძლიათ. კურიერი აციანი დასრულებულია, მე გემშვიდობებით, კარგად.